დიდმა ბრიტანეთმა და 2023 ქვეყანამ საქართველოსთან მიმართებით მოსკოვის მექანიზმი გააქტიურა და ექსპერტთა მისიის შექმნა ითხოვა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მისიას დაევალება მოახდინოს საქართველოში ადამიანის უფლებებთან და ფუნდამენტურ თავისუფლებებთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი მოვლენების დოკუმენტირება. შეაფასოს ამ მოვლენების გავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, პოლიტიკურ პლურალიტსა და დემოკრატიული საზოგადოების სხვა სტრუქტურულ კომპონენტებზე. ასევე მოამზადოს რეკომენდაციები შეშფოთების საკითხების გადაჭრის შესახებ. განცხადების ხელმომწარები მოუწოდებენ საქართველოს, რომ ითანამშრომლოს მისიასთან. მოსკოვის მექანიზმის გააქტიურების და ექსპერტთა მისიის შექმნის მოთხოვნას შეფასებები უკვე მოჰყვა თბილისში. ეს არის ზომა, რომელსაც ვებხრობოდით საქართველოს დემოკრატიული ძალები და მათ შორის ლელო ძლიერი საქართველო ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში. მოსკოვის მექანიზმი აქტიურად გამოიყენებოდა 1990-იანი წლების ბალკანეთში შემზარავი უფლებრივი მდგომარეობის შესასწავლად. შესაბამისად, დღეს სამწუხაროდ საქართველო განიხილება იგივე მექანიზმების გამოყენებით, რომელიც ევროპის უახლესი ისტორიის ზოგიერთი ყველაზე შემზარავი ფაქტის შესასწავლად იქნა გამოყენებული. ამ მექანიზმის ამოქმედებას არ ჭირდება მთავრობის თანხმობა. მისია შედგება ნებისმიერ შემთხვევაში განურჩევლად იმისა, თუ რა პოზიცია ექნება კრიმინალურ ქოცურ სინდიკატს. საერთაშორისო თანამეგობრობის თვალთახედვით საქართველოში აღარ არსებობს შიდა სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმები იმისათვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს დამოუკიდებელი და სანდო გამოძიება. ანგარიშს ამზადებს სამი დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტი, მათ ექნებათ შეხვედრები პოლიტიკურ და სინდისის პატიმრებთან, დაზარალებული პროტესტის მონაწილეებთან, ჟურნალისტებთან და სხვა მედიის წარმომადგენლებთან, ქართულ არასამთავრობოებთან და მათზე დაყრდნობით, როგორც მათგან მიღებული ინფორმაციაზე, ისე რომ ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით ისინი მოამზადებენ ანგარიშს. მოსკოვის მექანიზმი სამოქმედება ნიშნავს იმას, რომ საქართველოში აქვს ადგილი არა მხოლოდ რაღაც კონკრეტულ შემთხვევებში ადამიანის უფლებების დარღვევის და სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების შეზღუდვის და ხელყოფის, არამედ გვაქვს სისტემურ ხელყოფასთან, სისტემურ უფლებების დარღვევასთან საქმე. თუმცა ეს საერთაშორისო მექანიზმები ამოქმედება გარკვეული პასუხების გაცემა აქვს ნებისმიერ ხელისუფლებას უწევს ხოლმე და ალბათ ივანიშვილის რეჟიმიც არ იქნება ამ შემთხვევაში გამონაკლისი. თქვენ არავინ მოგვიწვევია და რაც უნდა საერთოდ ამ მისიას მოწვევა, როდესაც ამ ხელმხარდაჭერა აქვს, თვალნათლივ ჩანს ოცნების ქმედებები. აქაც ჩანს ოცნების არაკომპეტენტურობა. გონიათ, რომ წერილებით, ბუტიკაშვილის წერილით შეიძლება მისია შედგეს და ჩამოვიდეს. ეს არის მოხსენებლის ინსტრუმენტი ეუთოსი, რომელიც სწავლობს, რომელიც შემდეგ ადგენს ანგარიშს, რომელსაც აქვს კიდევ ერთხელ სარეკომენდაციო ხასიათი. ეს აჩვენებს რომ არის სურვილი საქართველოს მოსახლეობის და ქართველი ხალხის შანტაჟისა და დაშინების და ზეწოლისა. ჩვენ არაფერი არავისთან დასამალი არ გვაქვს. საძაგელი სიყალბე, რომელიც BBC-მ გამოაქვეყნა საქართველოს სახელმწიფოსთან დაკავშირებით, თითქოს პირველი მსოფლიო ომის ქიმიური ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც აღმოჩნდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ეს ნივთიერება საერთოდ ისტორიულად ნამყოფიც კი არასდროს არ არის და ბრიტანეთში მოიკითხონ ქიმიური იარაღის შექმნას და გამოყენებაც. თქვენი აზრით, რამდენმა მიმართა ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლება? ნული, არავინ. რატო? იმიტომ უნდა ჩამოვიდნენ, ნახონ და მე კოხორასი არ იყოს, უნდა თქვან, რომ ჩვენ ყოფილვართ არასწორებია. მეორე საკითხი, იცით ვინ არის ინიციატორი ამ მექანიზმის შემოქმედებისა? პოლონეთი. მე რამდენადაც ვიცი, ეს ის პოლონეთი არის, შეგახსენებთ, ჯეიმზ ბონდი ექიმი რომ შემოგვაპარა მიხეილ სააკაშვილთან საავადმყოფოში, რომელსაც წინდებით გაქონდა მიხეილ სააკაშვილის ნერწყვი თუ არ ვიცი რაღაც სხვა ბიომასალა. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ იმისთვის, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვას პასუხი გავცეთ. ამის საპირისპიროდ ჩვენ ხედავთ ბრიუსელის მხრიდან დაბლოკვას ყოველგვარი დიალოგისა და ხედავთ თქვენ რომ ასე თქვა გაბუტულ პოზაში არიან ჩასულები და ამიტომაც არიან სადაც არის დღეს ბრიუსელი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კაია კალას რომ არ ხვდება.